და 2026 წლის ზამთარი სრულდება სულ რაღაც ერთ კვირაში. ანუ ჩვენ განხილვაში გვაქვს თებერვლის ბოლო კვირა. მაშასე 23 თებერვლი 1 მარტის ჩათვლით რა ტენდენციები შეინიშნება. მოკლედ ასე ვემშვიდობებით ზამთარს და მოდის გაზაფხული ვეგებებით, ხელგაშლილი, გულგაშლილი, ბედნიერი, ღიმილიანი, სურნელოვანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემო ძვირფასებო, პირველი, მეორე, მესამე მოცემული გაქვთ ძალიან ლამაზად ჩამწკრივებული და თქვენ შეგიძლიათ არც მეტი ერთნაკლები აერჩიოთ. მაშასე ძალიან ლამაზი კოპცია საგაზაფხულო უკაცრავად ზედა პერანგები შეგირჩიათ და ეხლა ჩაფიქრებული გაქვთ, დარწმუნებული ვარ, უკვე არჩეული გაქვთ რა იქნება თქვენი მოდი ასე ვქნათ. პირველი დავიწყოთ, ვინც პირველი ვერსია ჩაიფიქრეთ, მოდი ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამ კვირაში. პირველი არის ზამთრის ტენდენცია, ზოგადად ამ კვირის ტენდენციები 23 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლითაა ხალხო. ზოგადად როგორი კვირა იქნება, ძალიან გაინტერესებთ ზოგადად ფინანსური მდგომარეობები, ვნახოთ ფინანსებში როგორ არ აქვთ საქმე, ფინანსების მერე სიყვარულზე და პირად ცხოვრებაზე ვინ ფიქრობს თუ არა ჩვენ ქალები, ძირითადად მაინც ქალები ვუყურებთ ამას, სხვა შორის მამაკაცებმა მომწერეს ძალიან სევდიანი წერილი, საკმაოდ ხელჩაქნეული, რომ თქვენ არ გვაქვს თუ ყურადღებასო, არადა ვერ ვალაიქებთო, გცხვენიაო, გაგეცინებათ და ასეა. ხო, ეს პირადის ყურება, მოკლედ ასე და რა დარიგებას გვაძლევენ ზემოდან, რა იქნება ამ კვირაში. მოკლედ ასე თანმიმდევრულად მივყვებით, ძალიან ლამაზი, სურნელოვანი, ყვავილოვანი და კოკროვანი აგირჩევიათ. ძალიან დიდი მადლობა, ვინც უსმენთ, დამილაიქებთ რასაკვირველია და პირად კონსტატაციაზე ჩაეწერებით. თუ გული მოგიწევთ რასაკვირველია და არ დააყოვნებთ და დავიწყებთ. ვაიმე გიждები, ამ კარტში ყველაზე მეტად რატომღაც მომწონს ეს არაჩვეულებრივი იმპერატორი ქალი, ფანტასტიკური კვირა გელოდებათ. ისე ამაყად, ისე ქალურად, ისე ბედნიერად, ისე ღიმილიანად, ისე მშვენივრად აცილებთ ამ კვირას თქვენგან მოწოდებული. თუ რამე არსებობს ქალისათვის სასიხარულო როგორც დედობის კუთხით, ისე საყვას სანატრელი ქალის კუთხით, ეს გამოწვევები ნამდვილად გაქვთ ამ კვირაში. ეხლა ვნახოთ ჯიბეში რა გვიჩხავის. მაღალი არკანი გიждები ხოლმე, საკმაოდ რადგანაც ეს თავსართია, მე დიდი უფლებები მექნება და თავს მივცემ ამ ყველაფერს, უფლების სახით, რომ გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი გაქვს ფინანსური თვალსაზრისითაც. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ფული, რომელსაც დიდი ხანი ელოდებოდი, ან მემკვიდრეობითი, ან ისეც, არ აქვს მანდა მაინც მნიშვნელობა, იქნება თუ რა მემკვიდრეობითი, ყოველ შემთხვევისათვის დამსახურებულადო. გეუბნებიან გოგონებო და ბიჭუნებო. კარგი ფინანსები გავიგეთ, ეხა სიყვარულებში ჩავიხედოთ როგორ. აი რა გავაკეთო? და იტყვით რომ მე ეს ყველაფერი ჩაწყობილია. თქვენ თან წინ მოხდა ამ ყველაფრის დემონსტრაცია. ნახეთ იმპერატორი ქალი და აქვე არის თასების დედოფალი, როგორი ბუთქუჩა და როგორი საყვარელი. ნახეთ? ისეთი ნაზები, ისეთი კარგები, ისეთი მშვიდები, ისეთი შეყვარებულები, ისეთი ემპათიურები, ისეთი სათნოები ხართ პირად ცხოვრებაში, არ ვიცი ეს ხალხი შეყვარებულია ყველა ვარიანტში, ან მასზე არიან გადარეულები. რას გარიგებენ არ გყავთ თქვენი? როგორი თანხwebdriver, რა გიგავიათ ორივეს ხელში გზნობები. მოკლედ, კაი პირა გელოდებათ პირველმა ვერსიამ თავი დამანებით, ვისაც ღრმად საფუძვლიანად უნდა არა მარტო ამ კვირის ისე ზოგადად ცხოვრებისეული პრობლემების თუ კაი ამბების გარჩევა დამიკავშირდებით. კი ბატონო, დროში შეზღუდულები ვართ და ამიტომაც დიდი სიამონებით მეორე ვერსიელებო, ეს არის ხელების ტარო. ნახოთ ხელების ტაროსთან დაკავშირებით რა გვექნება 23 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ვაცილებთ ზამთარს ვეგებებით გაზაფხულს. ბატონო, მეორე ვერსია, როგორი ხარ ჩემო კარგო პირადში და როგორია დარიგების კარტი. აბა ისეთი ლამაზი და სურნელოვანი სანთელი გიდგათ. როგორ შეიძლება რომ არ შეხედოთ ხალხო და არ დაგანათოთ. დავიწყოთ აბა თქვენ თუ ისეთი გექნებათ. აჭკო ადამიანკარგინა სიამოვნებისგან. აქ რა ხდება? აქ არის 4-იანი კვერთხები. ანუ საკმაოდ სტაბილური, საკმაოდ კარგად მყარად დამდგარი კვირა ველოდებათ. არ არის გამორიცხული რაღაც დღესასწაულზე მოგიწიოთ წასვლა და თქვენი ჭკუის ადამიანებთან ბეხსლად ვერ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ დროში ვარ კიდევ ერთხელ ვამბობ შეზღუდული. ეხლა გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორიც არის რა და ფინანსები. ამ კვირაში 5-იანი პენტაკლი გიგავიათ ხელში. ანუ როგორ ითვლის ნახე?
აი აქ გადასახადი აქვს 3 პენტაკლი, აქ თვითრებია მოსული, ხელში უკავია 2 პენტაკლი. ანუ გეუბნებიან, ესე იგი რა უნდა გავეკეთებიან? ის 3 სად წაიღეთ, რომელიც ჭირდებოდათ ხარჯები. ეს ესე სახალხო, ხო იცით რომ მეტაფორულად ვლაპარაკობ, მაგრამ იცოდეთ რომ რაღაც ამდაგვარი ცოტა თავს იჩენს ამ კვირაში. ეხლა ვნახოთ პირად ცხოვრებაში როგორი არის თქვენი ცხოვრება სამიანი ხმალი. სამიანი ხმალი, ეს ის ხმალია, რომელიც გულში არასასიამოვნოდ ერჭობა ადამიანს და რაღაც ეჭვიანობების ამბებს ძალიან ესე არასასიამოვნოდ აღძრავს. პირად ცხოვრებაში გექნებათ რაღაც მიზეზი, გექნებათ ვიღაც მიზეზი, რომლის შესახებაც შეიძლება რაღაცა გულგატეხილი იყო და რას გირჩევთ სამყარო? რვიანი პენტაკლები გააგრძელეთ მუშაობა, გააგრძელეთ იმ ატმოსფეროში ყოფნა, სადაც გულს არ გაძლიანეთ. გააგრძელეთ იმ ადამიანებთან მოსიყვარულება, რომლებიც ზუსტად ესეთ რომ თქვენ თვალებში სევდას ისე აღიქვამენ, როგორც საკუთარს და თქვენ სიხარულს ისე პატივს ცემენ როგორც საკუთარს და გაქვთ თქვენ ეს სამეგობრო წრე და სადღაც ამ ყველაფრის გულის გადასაყვავილებლად გეტყვიან მეგობრები, რაღაც ისეთი წამოხვარ გავერთოთ, წამო რაღაც აი რაღაცას მოიფიქრებენ ისეც ადამიანები, არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, შეიძლება ბევრი მოიაზრეთ უცებ, მაგრამ იცოდეთ რომ საბოლოო ჯამში მაინც რაღაცა გული გადაგიქარვდებათ ამ კვირაში. დიდი მადლობა. ეხლა კი გადავიდეთ მესამე ვერსიაზე, თქვენ წინაშე არის ქალაქის ლაბირინთების, რომელიც ნიუ-იორკის მოტივების მიხედვით არის შექმნილი. ტარო, აბა ვფიქროთ ურბანული წესით, როგორი შეგრძნებები გვექნება და ვნახოთ ჩემო ძვირფასებო. მადლობა რომ დაალაიქეთ, რომ გაბედეთ და დაალაიქეთ მამაკაცებო. ძალიან ისეთი სევდიანი წერილი მივიღე, ვერ ვალაიქებთო, იმიტომ რომ ცხენიაო, თორე ისო კაცებიცო ძალიან სიამოვნებით ტაროს გაშლას ველოდებითო. მოდი ვნახოთ რა ხდება ასეთ შემთხვევებში. მესამე ვერსიელებო, აბა მისმინეთ 23-დან 1 მარტის ჩათვლით ვაცილებთ თებერვალს, ვაცილებთ ზოგადად ამ წლის ზამთარს და მოდის გულამაჩუყებელი მარტი, ეს მარტი. ეს მარტი, ვისთვის ეკალი და ვისთვის ვარდი. ვარტი დიდი და გრძელი თვია და საოცარი დღესასწაულებით და ქალური ენერგიებით სავსე სხვათა შორის დავიწყოთ სიამოვნებით, დავიწყოთ როგორი იქნება, ნახეთ. დავიწყეთ თუ არა, იმ წუთში 4-იანი, იქაც 4-იანი კვერთხები ამოვიდა. ნუ გასაგებია მესმის, ვიღაცისთვის ეს იქნება. როგორ რაღაცა იცი? აქ თქვენ ხედავთ 4-იან კვერთხებში ხალი და მამაკაცი როგორ ჩახვეულები არიან, გარეთ ქუჩაში ტრაფიკია, ამათ ყველაფერი ფეხებზე კიდიათ, რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, კვირა მოგცემთ, აი დარწმუნებული რო ხართ ვიღაცაში და რაღაცაში, რაღაც ისეც. კი ბატონო, მოდი ფინანსებში ვნახოთ როგორია, შენ დაუკარ, ჩვენ ვიცაკვებთ, ჩვენ ვიმღერებთ რომანსებს, თუ შანსონებს არ აქვს მნიშვნელობა და აი ფული ამ კვირაში მოვა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის, მხოლოდ იმისათვის, რომ გავერთოთ, რომ აი რაღაც ელემენტარული სიამოვნება მივიღოთ და დავიკმაყოფილოთ აუცილებლობები. კი ბატონო, არ არის გამორიცხული, სადღაც სასურველ კონცერტზე წახვიდეთ, ან კიდე არ ვიცი, მოკლედ საათ, უფრო ესეთი ხელოვნებისადმი მიძღვნილი არის ეს პაჟი. ეხლა გადავიდეთ სასიყვარულო თემაზე. აქ როგორ აგვაქვს საქმე, სამიანი პენტაკლები. ზოგადად არ მიყვარს პირად ცხოვრებაში სამი როცა შემოიჭრება, რაღაც არ არის ჩემი სტილი. მეუბნებიან რომ ვიღაც მესამე უხეშად ცდილობს ჩარევას. ხშირ შემთხვევებში ეს აღინიშნება როგორც რაღაც პირადი ცხოვრება, შეიძლება გააქვთ საკმაოდ დიდი დაინტერესება, ვიც მესამე ვერსია ჩაიფიქრეთ. რაღაცა ეს არის ახლა კოლექტიური რომანი, სლუჟებნი რომან არ არის, ბევრისთვის გადაწყვეტა, ნუ პირადი არ არის ხალხო ეს ჩვენ ხა ვერ ვლაპარაკობთ ინტენსიურად იმისათვის, რომ თქვენ პირადად ინდივიდუალურად გაგიშალოთ, ასე ბევრი ალბათობა იქნება. ზოგადად რაღაც ერთ საქმიანობას, ანუ ერთ შეთანხმებულ შრომას არის. აი ვიღაცა გეგმას ხაზავს, ვიღაცა კონსტრუქციას, ვიღაცა ზემოთადის, ვიღაცა ხარაჩოზე რასაკვირველია, ვიღაცა ბეტონს ასხამს, ვიღაცა სინკარს და მოკლედ მთელი იდეების კორიანტელია და არ ჩავიჭრა დროში. მოდი ჩემო ძვირფასებო დარიგებაც მივიღოთ, ეს არის ფორტუნას ბორბალი, მაღალი ბორბლის ამოგივიდათ, ყველაფერი ბედს მიანდეთ, სხვა რა დაგრჩენიათ, საკმაოდ კარგი არჩევანი გავაკეთეთ. ეს გოგონა შედის აგერ დიდ ბიბლიოთეკაში და მისთვის საინტერესო წიგნს როგორც დაიქნას მიაგნებს და თავს იკმაყოფილებს, გულს იკმაყოფილებს. ძალიან მიყვარხარ დამიკავშირდით, პირადი სადაც უნდა მიპოვოთ, იცით, ბედნიერ ხალისიან ცინცხალ გაზაფხულს გისურვებთ
ყველა საერთოდ მშვიდობიანს რომანტიზმით ესწავს ეს კოცი